ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ შევიდეთ სახლში, აღარ გავაგრძელოთ პროტესტი, ჩაცხრეს ეს ყველაფერი და გააგრძელოთ ის მსგავსობა, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. ფაქტი არის, რომ არჩევნები მოგყარეს, ხო? და ძალიან კარგია, მიხარია, რომ 12 წლის მერე მაინც მიხვდა ყველა, რომ რა არის რეალურად ივანიშვილის ჩანაფიქრი და რეალურად სადმედის ჩვენი ქვეყანა და ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება. მე წეღანას ვქვი და ეხლაც გავიმეორებ, მე აუცილებლად უნდა გავხდე ევროპელი პენსიონერი და აუცილებლად გავხდები. დარწმუნებული ვარ. სულ რო არჩევნები დავივიწყოთ, დავივიწყოთ ეს ყველაფერი. ის რაც ეს 12 დღე ხდება, მარტო ამ ნაწამები, რა ვიცი, სიკვდილისპირას მიყვანილი ადამიანების და ციხეში 400 ადამიანის ხო წარმოუდგენელია და რა მუხლებით თან. ესეთი ადამიანების გამო ჩემთვის ესენი არიან ჩვეულებრივი ბარდ ფორმირება, არანაირი კავშირი არ აქვს მათ რაღაცა პოლიტიკასთან. და მართლა მე მგონია რომ თუ ჩემგან სასაცილო ჯგარს, იმიტომ რომ მათ ლეგიტიმურად არ აღვიქვა, მაგრამ მათ თუ ამშვიდებს ეს ფორმულირება და ლეგიტიმაციას აძლევს, მე ვთვლი რომ აი ამ დანაშაულების გამო ისინი უნდა გადადგან. ძალიან მომწონს დღის აქციები რომ არის, იმიტომ რომ ყველა უნდა გახდეს თანამონაწილე და გაიაზრონ და სოლიდარულები უნდა გახდნენ ჩვენს მიმართ, არა როგორც რაღაცა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, არამედ როგორც უბრალოდ ადამიანების მიმართ, იმიტომ რომ არ შეიძლება სულ რომ მეორე მხარეს იდგე და სხვა განსხვავებული აზრი გაგაჩნდეს, თვალი დახუჭო იმ წამებაზე, სიკვდილისპირას მიყვანილ ადამიანებს. ეს არის წარმოუდგენელი. ამიტომ დილიდან აუცილებლად სხვა ძალიან ბევრი აქცია დაანონსებული და დავენახვებთ იმ ადამიანებს, თუ კიდე გონიათ რომ რაღაც პეპლების სამყაროში ცხოვრობენ. არ არის ეს სამწუხაროდ.